სიამაღლობელის განაჩენი თვითონ ქართული ოცნებისთვის გახდება განაჩენი. ასეთია სინდისის პატიმარი ჟურნალისტის კოლეგების პოზიცია დასკვნითი სხდომის დაწყების წინ. ამაღლობელის მეგობრები, კოლეგები, აქტივისტები ბათუმიდან, თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან ამ წუთას იკრიბებიან ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დაახლოებით 1 საათში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს. მოსამართლე გავა განაჩენის გამოსატანად სინდისის პატიმრისთვის, რომელსაც პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ასამართლებენ და უკვე თვეებია უკანონო პატიმრობაში ჰყავთ. რა მოლოდინი აქვთ ამ პროცესიდან მზიას კოლეგებს და მხარდამჭერებს? თამარ თედიაშვილი მოგვიყვება ბათუმიდან. დიახსაფა ჩვენ ველოდებით რამდენიმე წუთში დაიწყება მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი 7 თვეა თითქმის დათუმელების რედაქტორი ჟურნალისტი პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკური პატიმარი ასე აფასებენ ამ პროცესს მისი თანამებრძოლები და არა მხოლოდ მისი თანამებრძოლები საერთაშორისო საზოგადოებაც აფასებს ასე მზიას პატიმრობას რაც შეეხება აქ მიმდინარე პროცესებს ამ წუთებში იკრიბებიან აქ სხვადასხვა ქალაქებიდან ჟურნალისტები, მზიას მხარდამჭერები და ისევე როგორც ყველა პროცესი ამ პროცესზე იქნება ხალხმრავლობა ახლა პროკურორი მოვიდა ამ წუთებში და ხედავთ ხმაურით ხვდებიან მას თავისუფლება მზია ამაღლობელს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობის შესასვლელი ფაქტობრივად სავსეა ადამიანებით ახლა ლიკა ზაკაშვილია ჩვენთან ერთად ლიკა რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს 7 თვეა დაახლოებით რაც გრძელდება პროცესები და თქვენ იყავით ყველა პროცესზე არა მხოლოდ თქვენ ძალიან ბევრი ჟურნალისტი სხვადასხვა ქალაქიდან ასობით კილომეტრს გამოდის რომ მზიას მხარდაჭერა გამოუცხადოს რომ შევაფასოთ ის განვლილი პროცესები რასაც ხედავდით ჩვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილის განწყობა და საბოლოო ჯამში დღევანდელი მოლოდინები პროცესებმა დაადასტურა, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მზიას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაულის ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა ირაკლი დგებუაძეს თითქმის არ არსებობდა სახეზე, ის სიწითლე, რომელსაც აპელირებდა ბრალდების მხარე, სასაცილოც კი გახდა ამ პროცესების მიმდინარეობის დროს. ყველამ და ვფიქრობ, რომ თელმა საქართველოს ვისაც ნამდვილად სურს სიმართლის გარკვევა და ამ სიმართლის ობიექტური შეფასება, ყველამ დაინახა, რომ ეს არ არის ის ქმედება, რომელიც უნდა დაისაჯოს 4-დან 7 წლამდე პატიმრობით. მზიას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული, მზია უნდა იყოს თავისუფალი და მზია იქნება თავისუფალი იმის მიუხედავად თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს დღეს ნინო სახელაშვილი. მადლობა ლიკა ზაკაშვილს უსმენთ ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები არიან სხვადასხვა მედია პლატფორმების, ტელევიზიების ჟურნალისტები გელა მთიულიშვილს ვხედავდა ნინო ზაუტაშვილს მე მათ შორის ორივეს გავესაუბრები გელა თქვენით დავიწყებთ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი გავიარეთ ამ 7 თვის განმავლობაში გაიარეთ თქვენ მზიასთან ერთად იმიტომ რომ არ გამოგიტოვებიათ არც ერთი პროცესი იყავით ძალიან აქტიურად ჩართულები ამ ყველაფერში რა გვაჩვენა განვლილმა პროცესებმა და რას უნდა ველოდოთ დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილისკენ მე პირადად არაფერს კარგს არ ველი იმიტომ რომ ის არის რეჟიმის და სისტემის მსახური მორჩილი მოსამართლე სრულიად მისგან და რაიმე ტიპის სუბუქა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების განაჩენის მიღებასაც კი გამოურიცხავ, იმიტომ რომ მთელი ამ 10-ზე მეტი თუ 14 სხდომის განმავლობაში მან მზია ამაღლობელი არც კი გამოახედა გარეთ შუშებით შემოსაზღვრული სივრციდან იმ საკნიდან, მათ შორის არც მაშინ, როდესაც მზია იკითხებოდა ბრალდებული სტატუსით. ანუ ეს ყველაფერი რაზე მიანიშნებს, რომ სისტემა რეჟიმი მთელი ქართული ოცნების ხელისუფლება ებრძვის მზიას და მათ შორის ეს კარგად გამოიხატა ქართული ოცნების ივანიშვილის ადმინისტრატორების არაერთგზის გაკეთებული განცხადებებით, რომელიც მიზნად ისახავდა მზიას დისკრედიტაციას, ცილის წამებას, რომ თითქოს მან დავალება მიიღო და სილა ამიტომ გაარტყა და ერთს ამბობდნენ სატელევიზიო პროპაგანდისტული საშუალებებით, კობახიძე, მდინარეძე, სუბარი და კიდე სხვები და სინამდვილეში სისხლის სამართლის საქმეში პროცესებს ყველა სხდომას რომ დავეწარეთ, ვერ წარმოადგენს ვერც ერთი უტყუარი მტკიცებულება. ქართული ოცნების ამორჩევლების ზოგიერთი ამორჩევლის საბედნიეროდ გასაგონად განმარტავ, რომ სილა, რომელიც მზიამ გაულაწუნა პოლიციის უფროს დამსახურებულად, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ის შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და არ შეიძლება მზია იდგეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აკვეთის საფრთხის წინ, მაგრამ
მზიას რატომ სჯიან? დღემდე მჯერა, მან მოგვიწოდა რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე და სრულიად მაქვს გაცნობიერებული რომ მზიას დაჩაგვრა, მზიას გატეხვა ნიშნავს მთელი ქართული კრიტიკული მედიისთვის ზედ გადავალას და ამას ვერ ეღირსება ქართული ოცნება და რუსული რეჟიმი ვერასდროს. მადლობა გელომთიულიშვილს უსმენდით მთელი ქართული მედიისთვის, კრიტიკული მედიისთვის გადავლა და მათი გატეხვის მცდელობა, ასე შეაფასა გელომთიულიშვილმა ეს პროცესები. დღეს შესაძლოა რომ ნინო სახელაშვილმა გამოაცხადოს განაჩენიც ასევე. რამდენად არის თუნდაც მცირე შანსი თქვენი აზრით იმისი რომ ეს განაჩენი იყოს გამამართლებელი ან გადაკვალიფიცირდეს ან 4-დან 7 წლამდე საკმაოდ მძიმე მუხლია რა მოლოდინია როგორ იქნება პროცესზე რას ველოდება პროცესი დღეს არის უკვე დასკვნითი ასე რომ წინა პროცესებმა აჩვენა რომ როგორც მიმდინარეობს მთელი პროცესი სამწუხაროდ კარგი მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს და ჩვენ თვლით რომ ეს არის კრიტიკული მედიის დასჯის აი პირველი და ძალიან ისეთი კაფიო განაჩენი რომელსაც მე მაინც უარყოფით ველოდები და არა მაქვს მოლოდინი იმისა რომ მზია გამართდება იმიტომ რომ ამის შანსი ბევრჯერ იყო უკვე და თუ ეს ქონდა გადაწყვეტილი სისტემას აუცილებლად გააკეთებდა უკვე ამას მაგრამ თუ ჩვენ დავაპარალელებთ ამ ყველაფერს იმ პროცესებთან რაც თუნდაც თბილისში ხდება სინდისის პატიმრების კუთხით ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ასე ვთქვათ სურათი სადაც ადამიანი არის დასჯის მთავარი მიზანი ის უნდა დაისაჯოს იმიტომ რომ ის შეეწინააღმდეგა სისტემას რომელიც არ არის ორიენტირებული ადამიანის კეთილდღეობაზე და ადამიანის ბედნიერებაზე შეიძლება ძალიან ისე ფართო მასშტაბით რომ ვთქვათ ამიტომ მე ველოდები დღეს ძალიან ცუდი შედეგით დასრულებას ამ ყველაფრის, თუმცა ეს იქნება გაცილებით უფრო მძაფრი ბრძოლის დასაწყისი. ბრძოლაში მე გულისხმობ ადამიანების მობილიზაციას და მათ პასუხს აი ამ საშინელ სადამსჯელო ღონისძიებებზე, რომელიც საზოგადოების წინააღმდეგ დაიწყო სისტემამ, რეჟიმმა. მადლობა ნინო ზაუტაშვილს უსმენდით როგორც გითხარით აქ ამ წუთებში ციკრიბებიან ჟურნალისტები, მოქალაქეები, მზია ამაღლობელის მხარდამჭერები და რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი, დაცვის მხარე იტყვის დასკვნით სიტყვას და შესაძლოა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დღეს ასევე გამოაცხადოს განაჩენი 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება მზია ამაღლობელს წინა სასამართლოს ხდომაზე პროკურატურამ შესთავაზა საპროცესო გარიგება, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. წუთი-წუთს ჯერჯერობით მზია ამაღლობელი ჩვენი ინფორმაციით არ არის სასამართლო დარბაზში, სასამართლო შენობაში მოყვანილი. ნახოთ წუთი-წუთზე ველოდებით სასამართლო პროცესის დაწყებას და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.